ყველა ის манипуляცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ თვითონ Word-ის დოკუმენტის ფაილზე, თავმოყრილი ერთ ადგილას. ამისათვის საჭიროა დავაჭიროთ ფაილ ღილაკს ხელი. Save. ეს არის დოკუმენტის შენახვა. Save as თუ გვინდა რომ დოკუმენტი შევინახოთ რაიმე სხვა ადგილას. Open. დოკუმენტის გასახსნელად. Close. მიმდინარე დოკუმენტის დასახურად. Info. აქ მოცემულია ინფორმაცია თვითონ ფაილის ზომის შესახებ, მასში არსებული გვერდების შესახებ, სიტყვების შესახებ, დრო რომელიც დაიხარჯა ამ გვერდის შესაქმნელად და ასე შემდეგ. დაშვებები. აქ ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ სხვა მომხმარებლები და დავადოთ პაროლი მაგალითად ჩვენს ფაილს. გამზადება და გაზიარება. შეგვიძლია აქ შევამოწმოთ დოკუმენტი, ხომ არ შეიცავს იგი რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაფარულია და რომელიც არ გვინდა ჩვენ გავუზიაროთ სხვებს. შევამოწმოთ იგი ხელმისაწვდომობაზე და შევამოწმოთ იგი თავსებადობაზე. ანუ თავსებადია თუ არა იგი Word-ის წინა ვერსიებისთვის. მიმდინარე. აქ მოცემული არის ახლად გახსნილი დოკუმენტები და საქაღალდეები, სადაც ეს დოკუმენტები არის მოთავსებული. შეგვიძლია აქ არსებული დოკუმენტი ავპინოთ და ის იქნება ყოველთვის ხელმისაწვდომი, მიუხედავად იმისა, ეს არის ახალი გახსნილი თუ არა. შემდეგი ღილაკი არის new, ანუ ახალი. აქ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ცარიელი დოკუმენტი, ან შეგვიძლია ახალი დოკუმენტი შევქმნათ რაიმე თარგის გამოყენებით. ანუ template-ების, როგორც მას უწოდებენ. ეს სხვადასხვა template-ები არის ძალიან კარგი საშუალება და რომლებიც დაგვიზოგავენ ჩვენ დროს. Print. ეს არის ბეჭდვისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია წინასწარ გადავხედოთ და დავარეგულიროთ ჩვენი დასაბეჭდი დოკუმენტი. Save და send. ანუ შენახვა და გაგზავნა. შეგვიძლია შევინახოთ Word-ის ფაილის სხვადასხვა ფორმატებში, მაგალითად Acrobat-ის PDF ფორმატში და გავამზადოთ იგი გასაგზავნად. დახმარება, რომელიც ჩვეულებრივ არასდროს არ გვეხმარება. Options. ოპციები. აქ შეგვიძლია დავარეგულიროთ თვითონ Word-ის სხვადასხვა პარამეტრები. და exit-ი გამოსვლა. exit-ი დაჭერის შემთხვევაში მოხდება Word-ის მთლიანად გათიშვა. ხოლო თუ გვინდა ჩვენი დოკუმენტის დახურვა, მაშინ უნდა გამოვიყენოთ close.